ვიდაოთ ამ უცნაურობას ისევ ხარისფაშოს ნოვადექი. ამ მშვენიერი ნიმუშია. ხო კიდევ არის შავი ხარისფაშო, რომელიც უფრო ლამაზი ფორმებით არის. თავზე წაწვეტებული ფორმით და ფეხიც ოდნავ სხვანაირი. ნახეთ რა ლამაზია. წინამ თავის კვალი დააჩნია, მაგრამ მაინც ლამაზებია. თან უცნაურები. ახლა ამ სოკოს სეზონია, ხარისფაშოს სეზონია და ბევრი თქვენგანი მიგზავნის ფოტოს თუ რა სოკოა. და უცე ახლა გაჩვენებთ დეტალურად და გაჩვენებთ იმასაც, როგორ უნდა გაარჩიოთ ცრუ ხარისფაშოსგან. ეს არის შიდა ნაწილი, როცა მოჭრით სოკოს ამ ხარისფაშოს. უნდა გადაამოწმოთ ისე, რომ სიგრძეზე გაჭრათ. სიგრძეზე რომ გაჭრით, შუაგული სულ ცარიელი უნდა იყოს. ესე იგი ფუყი. თუ შუაგული ცარიელი არ არის, ესე იგი სხვა სოკოა და უნდა გადააგდოთ. ახლა გაჩვენებთ, რასაც გულისხმობ. ორი ცალი აქ არის, ერთი ხელში მაქვს. ამას გადაუჭერი ფეხი. და შეხედეთ, როგორი ცარიელია შიგნიდან, მაგრამ საკმაოდ მყარი სტრუქტურა აქვს. ახლა გავუჭრი და გაჩვენებთ. აი რა გულისხმობ. შუაგული სრულიად ცარიელი აქვს. აქ უკვე ჭიები ყავს. გადაბერებულია ეს კონკრეტული ნიმუში. თავის შუაგული და ფეხის შუაგულიც თუ სავსეა რბილობით, რომელიმე ნაოჭა სოკოა ან ცრუ ხარისფაშო და ის უნდა გადააგდოთ აუცილებლად. ხარისფაშო იმიტომ ქვია, ჯერ გავს, ძალიან გავს. მაგრამ ამ სოკოს ჭირდება თერმული დამუშავება, ესე იგი 20-25 წუთი წყალში დუღილი, შემდეგ იმ წყალს უნდა გადაყვრა და ნებისმიერ სასურველ კერძს მოამზადებთ. მაგრამ როცა მოიხარშება ეს სოკო, ხდება ზუსტად ხარისფაშუით, ანუ ყველას გვინახავს საჭმელი დელიკატესი არის, ხაში ვისაც უყვარს, მით უმეტეს ეცოდინება, როგორი სტრუქტურა აქვს, როგორი ტყავის ხორცისებური, რეზინისებური სტრუქტურა, ის ზუსტად მოხარშვის დროს ეს მყარი აღარ არის და ხელს რომ მოკიდებთ, ვერს კი გაარჩიოთ, რომ სოკოა და არა ხორცი. ეს კი ის ორი ცალი, რომელიც ასევე გადაბერებულია, მაგრამ იმაზე უკეთესად გამოიყურება. სანამ მეტყვით, რომ სოკო არ უნდა მოუგლიჯო და უნდა მოუჭრა, მე გეტყვით, რომ გინდა სოკო მოგიწყვეტიათ ნიადაგიდან ან ხიდან, გინდა ან ვაშლი ან მსხალი ხიდან. იგივეა ზუსტად. სოკო არის მიცელიუმის სხეულნაყოფი. ეს ნაყოფი გინდა მოჭერი, გინდა მოწყვეტე, მიცელიუმი მაინც იქნება ქვეშ და ისევ გამოიღებს ახალ ნაყოფს. ხარისფაშო, იგივე მორელა.